ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. რუსული და ოსური მედიის ინფორმაციით პლებისციტი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. ლეონიდ თიბილოვის განმარტებით ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი უნდა ატარებდეს იმის სახელს, ვინც ის შექმნა. მისი თქმით უნდა აღორძინდეს ალანიის ძველი სახელწოდება. დასმულია კითხვა, რომელსაც ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის მოსახლეობამ უნდა უპასუხოს. თანახმა ხართ თუ არა კონსტიტუციის პირველი თავის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის სახელმწიფო, სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის მოსახლეობის თვითგამორკვევის საფუძველზე. სახელწოდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ალანიის სახელმწიფო ერთი და იგივეა. ალანები ცხოვრობდნენ კავკასიაში ძალიან დიდი ხანია, ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდან შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს იყო ჩრდილო კავკასია. ყველთვის ცნობილია, რომ ჩრდილო კავკასიაში ალანებს საკმაოდ ძლიერი პოზიციები ჰქონდათ და დიდი ტერიტორიები ეკავათ. ალანების გარკვეული ნაწილი სამხრეთ კავკასიაში მიგრირებდა დროთა განმავლობაში. ის რომ თქვა დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თქვა ისტორიულად ცხოვრობდნენ ალანები, ეს სწორი არ არის. საქართველოს ამ ტერიტორიის ფარგლებში იყო აღიარებული მრავალი წლების განმავლობაში და თუ გნებავთ რუსეთის იმპერიის დროს, გნებავთ მას მერე საბჭოთა კავშირის დროს, გნებავთ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ესე აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც იქ მოხდა ეთნიკური წმენდა და გამოდევნილია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, არის აბსოლუტურად უკანონო და ამიტომ ეს სახელწოდებაც, რომელსაც მას დაარქმევენ ამ რეფერენდუმის შემდეგ, იქნება უკანონო სახელწოდება, რომელიც შეიძლება მას მერე რაც სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება კვლავ საქართველოს. ოფიციალური თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევით წინააღმდეგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. 9 აპრილს დაგეგმილი ეგრეთ წოდებული არჩევნების და რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატები. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე რეგიონი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.